ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან იკრიბებიან. ნინო შიჟიაშვილი ჩვენი ჟურნალისტი მოგუყვება, როგორია ახალგაზრდების გეგმები და მოთხოვნები. მიშა აქ დილიდან შეიკრიბნენ თესეუს სტუდენტები, თესეუს მეორე კორპუსთან. ეს არიან სტუდენტური მოძრაობა, თავისუფალი აუდიტორიის წევრები. თქვენ ხედავთ კადრში გაჩვენებთ, რომ თესეუს მეორე კორპუსის შესასვლელთან გაკრულია საპროტესტო წარწერები, მათ შორის ჩვენი დაშავებული კოლეგების და აქციის მონაწილეების ფოტოებიც. მოძრაობის წევრები კი ირჩებიან თესეუს წინ და აქ სიმბოლურად მოწყობილია მაგი და ეს არის პროტესტის ის ფორმა, რაც შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არ გვინახავს და გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს ჩვენ ლუკა ხიზაძე იმყოფება ჩვენთან ერთად, მოძრაობის წევრი. ლუკა, პირდაპირ ეთერში ვართ და რომ გითხრათ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ აი მაგი დამოგეწყოთ მაგალითად უნივერსიტეტის წინ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭირო არის სტუდენტური გაერთიანების შექმნა, სადაც რომლის გარშემოც შემოიკრიბება ზოგადად აკადემიური სივრცე, აკადემიური სექტორი, სტუდენტები, ლექტორები და ქვეყნის ის განათლებული ნაწილი, ყველაზე ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც აქ ის მოვალეობა, რომ ეს ქვეყანა გადაარჩინოს. რეალურად პროტესტი გრძელდება, პროტესტების სხვადასხვა სახე არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ის ჯგუფი, რაც შევქმნით თავისუფალი აუდიტორია, შინაარსობრივად ზუსტად ამას მოიაზრებს, რომ არსებობდეს რაღაც სივრცე, სადაც შეგვეძლება ვისაუბროთ და პროექტ ზუსტად ეს სახელი დავარქვით, მესაუბრე, გვინდა რომ თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ხალხი მოვიდეს, სტუდენტები მოვიდნენ და ვესაუბროთ, რა იქნება სწორი, რომ სტუდენტებმა გავაკეთოთ, რა იქნება სწორი, რომ აკადემიურმა სექტორმა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ამ დისკუსიების ფორმატის შემდეგ დიდი ერთობა შეიქმნას და ამ ერთობამ მერე იმუშაოს კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ გეგმები გავაკეთოთ, რომ ამ პროტესტს მივცეთ უფრო აკადემიური სახე, მივცეთ უფრო დახვეწილი სახე და მართლა რეალურად გეგმა შევადგინოთ ყველაზე განათლებულმა და ჯანსაღმა საზოგადოებამ, თუ როგორ შეგვიძლია რომ ამ მომენტში მოვიქცეთ. გიორგი გოგშალიძესაც გავესაუბრებით. გიორგი, თქვენც იგივეს დაგისვამთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ დისკუსია გაგახსნათ და აგროვებთ წარწერებსაც, ხო, რამდენადაც ვხედავთ და აი რა წარწერებს აგროვებთ? წარწერების, მთავარი შინაარსი ის არის, რომ თითოეული სტუდენტი, რომელიც გადაწყვეტს თავის აზრით დააფიქსოს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, როგორც წერია, თქვენც ნახავთ, რატომ უნდა გავიფიქსოთ და რა სასარგებლობა შეიძლება ქონდეს ამას. და ამ თემასთან დაკავშირებით თითოეული სტუდენტი აფიქსებს საკუთარ აზრს, ესე რომ ვთქვათ. გარდა ამისა, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი არის წარიმართოს ჯანსაღი დებატები და დიალოგი იმ სტუდენტებთან, რომლებიც გადაწყვეტეს, რომ იყვნენ დღეს თესეუში. და არ იყვნენ აქციას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს გაერთიანება, რომ გავერთიანდეთ არა მარტო თესეუს სტუდენტები, არამედ მთლიანად აკადემიური სექტორი. დღევანდელი გეგმა როგორია თქვენი, გიორგი, რა საკითხია? დღეს ვაპირეთ პირველ რიგში 2 საათამდე, რომ ვაწარმოოთ დიალოგი სტუდენტებთან. ვადლობთ, ნინო შიჟიაშვილი გვერდთვებოდა თესეუს მეორე